როგორც იქნა გამოვიდა ადამიანი ობობა ნუარი ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ არა პიტერ პარკერი, არამედ ჩვენ მივიღეთ ბენ რაილი და ორიგინალი პიტერ პარკერიდან აღებულია მისი ბიძის სახელი ბენი და ბიცოლის ქალიშვილობის გვარი რაილი და გამოვიდა ბენ რაილი. ადამიანი ობობაც არ ქვია რა ამ სერიალში, მას ქვია მხოლოდ უბრალოდ ობობა. ჩვენ უკვე ვღებულობთ უკვე მობერებულ ობობას, მისი ახალგაზრდული წლები დიდი ხანია უკვე გავლენია, მას თავის გმირობები უკვე ჩადენილი აქვს, ტრაგედიაც მიღებული აქვს რომ ეს პასუხისმგებლობათ როგორ ეუბნებიან იმას რომ მიიღოს, მაგრამ აი ამ ტრაგედიის გამო 5 წელი გამოთიშულია საერთოდ ობობის ცხოვრებიდან, მაგრამ დადგება ის მომენტი, რომ მან აუცილებლად უნდა გაიგეთოს თავისი ნიღები და დაეხმაროს მის ქალაქს. რაც მომეწონა ეს არის, რომ ფაქტურად ორიგინალი ანტიგმირები მისცხრენ რა, ვისაც უნდა ებრძოლოს თვითონ ადამიანმა ობობა, ვისაც აქვს ჩვენ შეჩვეულები, მათი რეტრო სტილები ძალიან მომეწონა. ვინც ფერაჩი უკვე უყურა და მეც ეგრე მოვიქეცი ინსტინქტურად, გაიცაიდრა და შავთეთრით დაიწყო ხელთანადო ყურება, რადგან მე პირადად რა მომეწონა ესეთ ზუსტად აი იმ კადრების გადასვლები, აი რეტრო სტილში ნელ-ნელა ხო იცი, კადრიკაც რო აჯდება და ის ნელ-ნელა გადაინაცვლებს და პლუს მომეწონა ზუსტად აი ეს ძველებური დეტექტიური კადრების აღებები, ჯერ ასე ადამიანი ქუდით რო გაივლის რაღაცა და მე დეტექტივი რო გაიგებს რა, ну რაღაც ეგეთი თემები. კეიჯი შეუდარებელია, ასე რომ თუ არა გაქვს ნაყურები, შემოგებარო, უყურე აუცილებლად, შენ კი მადლობა მეგობარო რომ უყურე და მომავალ შეხვედრამდე.